ჩვენ დავასრულეთ მე-20 თავი და მივადექით 21 თავს. მოდი დავიწყოთ პირდაპირ ყოველგვარი შესავლის გარეშე. იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ 21 თავი მოვასრულოთ დღეს მთლიანად და დავასრულოთ. დავით არცა მიახნეს იერუსალემ და მოვიდეს ბეთფაგე და ბეთანია მთას ამას ზეთის ხილთასა. მაშინ წარავლინა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგან. ანუ გახსოვთ ხო წინაზე რაც ხდებოდა. საინტერესო ისტორიები განვიხილეთ წინაზე, ბოლოს ორ ბრმას უშველა უფალმა თვალები აუხილა და წამოვიდნენ იქიდან. იერუსალიმში მიდიან, მივიდნენ ბეთფაგეში, ბეთანიაში, ზეთისხილის თასთან და ორი მოწაფე გააგზავნა უფალმა და ეუბნება მას: "წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქვენსა და მეხსეულად ყოველ ვირი დაბმული და კიცვი მისთანა. ახსენით და მომგვარეთ მე იგი აქა." აგზავნის ერთ-ერთ დაბაში და ეუბნება რომ მიყვალ, ნახავთ ვირს და მასთან ერთად კვიცს დაბმულებს. და ახსენით და მომიყვანეთ აქ. არ იცი ამ მოწაფეებმა რისთვის ჭირდებათ, მაგრამ ასრულებენ თავიანთი მოძღვრის კურთხევას. და უკვე თუ ვინმე გრქვას რაიმე თქვენ, არ თქვენ. ვითარმეთ უფალსა უხმან ეგე და მეხსეულად მოავლინეს იგინი. ანუ ნიშანს აძლევს უკვე უფალი წინასწარვე, ნიშანს აძლევს და ეუბნება რომ აქ რაღაცა სასწაული მოხდება. ესე არ იქნება როგორც თქვენ გონიათ. ანუ ეს კვიცის და ვირის წამოყვანა, ანუ ეს ხო მათ არ ეკუთვნით არა, ის უპატრონო ხო არ არის ის ვირი და კვიცი არა, ვიღაცას ეკუთვნის, ვიღაც ისია. და ეუბნება რომ ნახავთ დაბულსო, ახსენით და მომიყვანეთო. ხო და ეხლა ცხადია რომ მოწაფეებს თავში უცებ გაუვსათ ეს შეკითხვა რა, რომ ხა ვიღაცა რომ გამოგვედაოს და გითხრას რომ ეხლა ჩემი ვირია და ჩემი კვიცია სად მითხავს. თუ ვინმე კითხავთო, წინასწარ უთხრა უფალმა. უთხარითო რომ უფალს ჭირდებაო და გამოგატანებო. ანუ უკვე ნიშანი მისცა რა, რომ აქ რაღაც სასწაული ხდება. იმისი არ იყოს ხო განვიხილეთ ჩვენ ის გავიარეთ უკვე ის მომენტი, როდესაც პეტრე გააგზავნა ფულის მოსატანად და როგორი უცნაური სახით გააგზავნა, ხო? ჩააგდევა ანკესიო ზღვაშიო, თევზიო, პირველი თევზი, რომელიც ამოყოლო, პირი გაუხსენიო და ორი სტატირი ექნებაო პირშიო და გამოიღეო სტატერიო და მიეცი ჩემთვის და შენთვისო. ანუ იქაც სასწაული დააძლიერა უფალმა უცებამ სასწაული და ამ შემთხვევაში ესე ხდება, ანუ წინასწარ ეუბნება რომ თქვენ სასწაულის მოწმე გახდებით, იმიტომ რომ ეტყვით იმ ადამიანს, რომ უფალს ჭირდება, ანუ სახელიც არ უთხრათ, ვის ჭირდება, უთხრათ რომ უფალს ჭირდება და გამოგატანთ. ესე ყოველი იქნა, რათა აღესრულოს სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა, რომელიც თქვა: არ ხუთ ასულსა სიონისას, აჰა ესე რა მეუფე შენი მოვალ შენ და მშვიდი და ზეზის იგი ვირსა და კიცსა ნაშობსა კარაულისასა. ესეც ჩვენ ვიცით უკვე ხო? უკვე არაერთხელ მოვისმენეთ ჩვენ და მივეჩვიეთ სახარების თხრობის სტილს, როგორია, როგორ მოგითხრობენ מחარებლები, რომ როდესაც რაღაცა ხდება ისეთი, რაც უკვე ნაწინასწარმეტყველებია ძველ ათმაში, ყოველთვის შეგვახსენებს ამას სახარება და מחარებელი, რომ აი ეს ხდება იმიტომ, რომ აღსრულდეს ის წინასწარმეტყველება, მაგრამ ამას კარგი გაგება უნდა. უყურეთ, წინასწარმეტყველება რომ აღსრულდეს, იმიტომ კი არ ხდება დღეს ეს. არა. წინასწარმეტყველება ნათქვამი იყო იმის გამო, რომ განჭვრეტილი იყო, რომ ეს აღსრულდებოდა. ესმით? ხო და დასტურად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტად განჭვრეტილი იყო, ხდება ნამდვილად დღეს ეს. ანუ უყურეთ დაუკვირდით კარგად მინდა რომ გაიგოთ. უფალი იმიტომ კი არ აგზავნის მას, რომ უფალმა იცის, რომ ეს წინასწარმეტყველება წერია და ეს წინასწარმეტყველება უნდა აღასრულოს. არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აი, როდესაც ჩვენ ბედის წერა შევეხეთ არაერთხელ, მე ვეცადე რომ განვემართა ეს თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ეს საკითხი რა, რომ აი წინასწარ განსაზღვრულობა და წინასწარ განჭვრეტილობა. დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბედის წერის მომხრეებს გონიათ რომ არსებობს წინასწარ განსაზღვრულობა, ანუ წინასწარ
გაწერილია თითქოს ადამიანის ცხოვრება თავიდან ბოლომდე, ვინ რა უნდა გააკეთოს, ვინ რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ვინ საიწავა, ვინ ცხონდება, ვინ წარწყდება და ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, აი მთელ ქრისტიანულ სწავლებას ყიდაზე აყენებს, იმიტომ რომ რაც ყველაზე ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში, ადამიანის თავისუფალი ნება, აი ამის იგნორირება ხდება, აი ამ სწავლებით და ეს დაუშვებელია ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ და გახსოვდეთ რომ ეს აი არასოდესაც წამოეგოთ ამ ანკეს. არ არსებობს არანაირი წინასწარ განსაზღვრულობა ღვთისაგან. არსებობს წინასწარ განჭრეტილობა. იცით რა განსხვავებაა? განსაზღვრულობა ნიშნავს, რომ ღმერთმა შენ რაც განგისაზღვრა, იმას ვერ გადახვალ. აი ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო, იმას უნდა შეხვდე, ამას უნდა შეხვდე, აი ასტროლოგებმაც რო იციან რა, რომ დღეს შენ ამასთან ნეგატიური დღე გაქვს, იმასთან ნეგატიური რაღაც სისულელეებს უეუბნებიან, გვაჯერება. ხო, აი ესე არ არის. ანუ წინასწარ დანახულია, განჭრეტილია ღვთისაგან ჩვენ რას გავაკეთებთ ხვალ. აი ძალიან დიდი სხვაობაა, მინდა რომ კარგად იგრძნოთ ეს განსხვავება რა. დანახულია ღვთისაგან მე ჩემი თავისუფალი ნებით რას გავაკეთებ 1 საათის შემდეგ. მაგრამ მე არ ვიცი რას გავაკეთებ 1 საათის შემდეგ ეხლა, ხო? ანუ ეს შეზღუდულია ჩვენთვის ეს მომავლის ცოდნის უნარი. განგებ დაუშვა, ამაზეც გესაუბრეთ მე თქვენ, განგებ დაუშვა უფალმა რომ ჩვენი მომავლე არ ვიცოდეთ, იმიტომ რომ არ მოკვდეს ჩვენში შემოქმედებითობა, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი არჩევანის გაკეთება ყოველთვის. აი, ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმიტომ რომ თუ მე ღმერთმა უკვე განმისაზღვრა, მაშინ სადღარი ჩემი თავისუფლება. მაშინ რა არჩევანს ვაკეთებ მე? თუ კი მე ვარსკვლავები მისაზღვრავენ და რაღაცა იმათი განლაგება და თუნდაც უფალი ჩემი შემოქმედი მისაზღვრავს მე როგორ უნდა ვიცხოვრო, ვის შევხვდე, ვის არ შევხვდე, ვის შევაგინო, ვის მოვეფერო. თუ ამას ყველაფერს ღმერთი მისაზღვრავს, მაშინ სადღაა ჩემი თავისუფლება? აი ამიტომ არ დაიჯეროთ ეს. პირიქით, ადამიანს მიცემული აქვს სრული თავისუფლება, ბოლომდე თავისუფალია თავის არჩევანში, ყოველთვის, ყოველ წუთს და ყოველ წამს. უბრალოდ ღვთისაგან განჭრეტილია რა არჩევანს ვაკეთებ მე. აქედან გამომდინარე, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ხვალ. ხვდებით, აი მინდა რომ კარგად აი დროის მომენტი მინდა რომ კარგად გაიგოთ რა. ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ეცადეთ რომ გაიგოთ. ანუ დრო ეს წარსული აწყო მომავალი არ არის. არ არსებობს ესეთი რაღაცა. ეს ჩვენ ვართ შეზღუდული აი ამ დროში. თუ ღვთის წინაშე ღმერთს უკვე დანახული ყავს და ღმერთის წინაშე ხელის გულზე დევს სულ ბოლო ადამიანის ცხოვრებაც, ვინც კი დაიბადება ამ ქვეყანაზე. ვიდრე მეორედ მოსვლამდე. იმისი ცხოვრებაც, იმისი არჩევანიც ის რა სადამდე მივა, ღვთის წინაშე ხელის გულზე დევს ყველაფერი. აი ერთ სიბრტყეზეა ღვთისთვის ადამი და ევა და ბოლო ადამიანი, რომელიც დაიბადება მეორედ მოსვლამდე. აბსოლუტურად არანაირი დროითი განსხვავება არ არსებობს. აი ამიტომ არის ხა მიცვალებულებთან ხშირად საუბრობ ხოლმე მე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ უყურეთ როგორი რაღაც ადამიანი, როცა გარდაიცვალება, გადადის მარადისობაში, მარადის სამყოფელში. მარადისობაში დრო აღარ არის. ჩვენ აბსოლუტურად ყველანი ერთი ასაკისანი ვართ. ღვთის წინაშე სულით. იმიტომ რომ სული მარადიულია და მარადისობას თავისი ასაკი არ გააჩნია. მარადისობა ზედროულია, დროზე ბევრად აღმატებულია. იქ ასაკი არ არსებობს. ამიტომ არის რომ ჩვენ მეორედ მოსვლის შემდეგ აბსოლუტურად ყველანი ვისაც კი ოდესმე უარსებია ისტორიაში, ხო? ადამიანის მოდგმაში. აბსოლუტურად ყველანი ვიქნებით ერთ ასაკში. ერთ მარადისობაში ვიქნებით. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ადამიანში ვწერი ვართ. ადამიანში ვართ. მე ღმერთმა ეს დროში განავსო, განგებ. რომ თითოეული ჩვენთაგანის არჩევანი გამოვლინდეს. ვინ რა არჩევანს ვაკეთებ და ვინც სად სურს რომ დავიკვიდროთ ჩვენი სასუფეველი. ანუ ხა რატო გადავუხვე, იმიტომ რომ ამაზე მე რამდენჯერაც თქვა საკითხი შეეხება აი მსგავს თემას, ყოველთვის ვეცდები ხოლმე რომ რაღაც პატარა კომენტარი გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს ვერ ამის სწორად გააზრებას, იმიტომ რომ ადამიანს კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ ეგონა რომ რაღაცები განსაზღვრულია მის ცხოვრებაში, ეს ძალიან დააბრკოლებს მის სულიერ განვითარებას, ვერ გაიზრდება, წინ ვერ წავა. იმიტომ რომ ვერ მიხვდება სად არის მისი ადგილი, რა უნდა აკეთოს, რა შუაშია თვითონ, რა შუაშია მისი არჩევანი. რა უნდა გადაწყვიტოს, თვითონ ვერ გაიგებს ვერასოდეს. მაგრამ თუ ადამიანს სწორად ეცოდინება, ხო? და სწორი ცოდნა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ როდესაც შენ იცი რომ ბოლომდე თავისუფალი ხარ,
შენ განაგებ შენს არჩევანს, შენ განაგებ შენ ცხოვრებას. ღმერთის განგება უყურეთ, აი, მაშ ხო შეიძლება დაებადოს ადამიანს შეკითხვა, რომ მაშ სად არის ღმერთის განგება ადამიანის ცხოვრებაში, ხო? აი, ღმერთი განაგებს ზუსტად ისე ვირტუოზულად, ეს მხოლოდ ღმერთ შეუძლია, მეტი არავის. მთელი კაცობრიობის ყოველი ადამიანის ცხოვრებას, რომ გიქმნის სასათბურე პირობებს საიმისოდ, რომ შენ შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება. მაგრამ არანაირად არ ზღუდავს და არ გაიძულებს შენ არჩევანში. უბრალოდ გიბიძგებს სწორი არჩევანისკენ, გაჩვენებს, მიგანიშნებს, რომ აი შენთვის ეს კარგი იქნება, თუ ამ არჩევანს გააკეთებ. მაგრამ თავიდან ბოლომდე შენზეა დამოკიდებული, ოდნავ არ ზღუდავს. ნუ ჩვენ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გუგუნურები არასწორ არჩევანს ვაკეთებთ და იმ ღვთის მიერ დაკვალიანებულ გზას არ მივყვებით. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რაღაც სულიერი მძნობელობა გაქვს მოჩლუნგებული, ხშირ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ცოდვა წყურია და წადია და ამიტომაც არ გვინდა რომ ის ნაბიჯი გადავდგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სხვა მიზეზებია, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ იგნორირებას უკეთებთ იმას, რასაც ღმერთი გვთავაზობს. სამწუხაროდ არის ესეც შემთხვევები. თუმცა გაუფალი ყოველთვის მიგვანიშნებს, რომ აი აქეთ წადი და ჩემთან მოყავ. აი რთულია ეხლა ამ ნაბიჯის გადადგმა, ძნელია, ცოტა საკუთარ თავზე ძალდატანების ფასად დაგიჯდება, მაგრამ მოდი გადადგე ეს ნაბიჯი. დღეს შეიძლება გაგიჭირდეს, დღეს შეიძლება ცოტა გეტკინოს, ცოტა მოთმინება მოგიწევს, მაგრამ სამაგიეროდ ხვალე უკვე ძალიან დიდ საჩუქარს მიიღებ და აი აქ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. მე ხშირად მომყავს ხომ ეს გამოთქმა, რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნია თუ ყვავილი ქათამი რა. სულ მოკლე ადამიანებს ყოველთვის დღევანდელი კვერცხი ურჩევნია, იმიტომ რომ მას იმედიც არ აქვს, რომ ის ყვავილი ქათამი იქნება თუ არ იქნება რა. მაგრამ სულ გრძელი ადამიანი, მომთმენი ადამიანი და ღმერთზე მიმდობი ადამიანი მოითმენს დღეს, რომ ხვალე მიიღოს საჩუქარი, გაცილებით მეტი და უმეტესი. ამიტომაც აქვს უფალს ნათქვამი, რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს. ანუ მოთმინება გმართებს სიცოცხლის უკანასკნელ წამოდებ. მოთმინება არის თვისება, რომელიც უნდა გაგვაჩნდეს და არა იარაღი, რომელიც შეგვიძლია თქვა რაღაც კონკრეტულ მომენტში გამოვიყენოთ და მე ამოიწუროს ეს ჩვენი მოთმინება, არა. მოთმინება უნდა იყოს ამოუწურავი, ეს შენი თვისება უნდა იყოს. ღვთიური თვისებაა მოთმინება. ღმერთი რამდენს გვითმენს ჩვენ? ვიფიქრე ამაზე? ჩვენ რომ ადამიანისთვის მოთმინება, გვენანება და არ შეგვიძლია ვიღაცა ჩვენს ახლობელს, მეგობარს, დედას, მამას, შვილს, დას, მას, მეზობელს, თანამშრომელს მოუთმინოთ და რატომღაც ჩვენ რო ყოველთვის ლიმიტირებული გვაქვს ეს მოთმინება, რომ აი ამოიწურა ჩემი მოთმინება და ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ღმერთის მოთმინებას რატო არ აქვს თვითონ საზღვარი? და რატო არ გვიკვირს ღმერთი რომ ყველაფერს გვითმენს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე და წამამდე გვითმენს? რატო არ გვიკვირს ეს? და რატო არ გვინდა ჩვენც რომ მოვითმინოთ? მით უმეტეს უცაუფალი პირდაპირ ცხადად გვეუბნება რომ ცხონდება და გადარჩება ის, რომელმან სრულიად დაითმოს. ანუ ვინც ბოლომდე შეძლებს მოთმინებას, აი ის ცხონდება, ის გადარჩება. და არა ის ვინც დროებით და 1 წელი და 2 წელი და 1 თვე და 2 თვე ითმოს. ანუ ეხლა ეს მთელი განმარტებები მოვაყოლეთ ჩვენ იმას, რომ რას ნიშნავს ნათქვამი, რომ იმისთვის მოხდა, რომ აღესრულოს ეს წინასწარმეტყველება. ანუ ეს განჭვრეტილი იყო ღვთისაგან, ღმერთმა გაუხსნა კონკრეტულ წინასწარმეტყველს, რომ ესე მოხდება, იმიტომ რომ ღმერთს რომ დანახული ქონდა, რომ ეს თაობები შემდგომში რას აკეთებენ. რა არჩევანს აკეთებენ, სადამდე მიდიან ეს ადამიანები, ანუ ღვთის წინაშე როგორც გითხარით, ხო ხელის გულზე დევს. მთელი მომავალი, ის რაც ჩვენთვის მომავალს წარმოადგენს, ღმერთისთვის დასრულებული აწმყოა. და ეს რომ განჭვრიტა უფალმა გაუხსნა ერთ-ერთ წინასწარმეტყველს. იმ წინასწარმეტყველს ათქმევინა თავისი პირით მერე, რომ ასულო ვერსიონისაო, აჰა ესე რა მეუფე შენი მოვალსო როგორ არის, შენ და მშვიდი და ზეზის იგი ვირსა და კიცსა კარაულისას. ანუ განჭვრიტა და დაინახა ეს წინასწარმეტყველმა, რომ ეს ესე ხდება. გესმით? და ამიტომ არის ნათქვამი, ანუ გასმულია ხაზი მახარებლის მიერ იმაზე, რომ აი რაც იყო ნაწინასწარმეტყველები, რაც იყო განჭვრეტილი ღვთისაგან წინასწარმეტყველის მიერ, რაც გაუხსნა მას. აი ეხლა ხდება ის. ანუ დღევანდელ დღეზე იყო ეს განჭვრეტილი. ანუ ეს იმას იმიტომ კი არ არის ნათქვამი, რომ აი დადასტურდეს, რომ ნამდვილად ჭეშმარიტი იყო ის წინასწარმეტყველი. ეს ისედაც გასაგებია. უბრალოდ გვეუბნება ჩვენ, ეუბნება თავის თანამედროვეებს იმ დროს და თითოეულ ჩვენთანაც, რომ აი
დღევანდელ დღეზე თქვა ეს წინასწარმეტყველმა. აი დღეს რაც ხდება, აი ეს განიჭვრიტა საუკუნეებით ადრე. იმიტომ ხდება ეს ყველაფერი ახლა ასე. ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრე ვითარცა უგზანამათ იესო. მოკლედ წერია რა, ანუ აღარ წერია ის რომ მივიდნენ მოწაფეები მართლა დაინახეს ის ვირი და კვიცი და გაუკვირდათ როგორ დაინახა უფალმა და როგორ განჭვრიტა მართლა მივიდნენ და რო ახსნეს მოვიდა ვიღაცა ტიპი და ეუბნება ამათ რომ იცი ეს ჩემი ვირია და ჩემი კვიცია და სალმი ყავს მე ამათმა უთხრეს რომ უფალს უნდა იმათ გაატანა მე ანუ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ უკვე მახარებელი ლაკონურად გვეუბნება რომ ყვეს ეგრე ვითარცა უგზანამათ იესო ანუ ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც მათ უფალმა დაარიგა და უგზანაო და ესე მოხდა ანუ მახარებელი აუცილებლად იტყოდა და დააფიქსირებდა თუ კი ესე არ მოხდებოდა თუ კი რაღაცა განსხვავება იქნებოდა თუ კი აცდენა იქნებოდა რაღაცა მაგრამ გვეუბნება მახარებელი ყოველივე ისე მოხდა და ისე აღსრულდა როგორც უფალმა განჭვრიტა და ეწინასწარმეტყველა და მოგვარეს ვირი იგი და კიცვი მისთანა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ყოველთვის გაიაზრეთ ხოლმე ღმერთის სიყვარული იესოს სიყვარული თავის მოციქულების მიმართ როგორ ნელ-ნელა ზრდის და აძლიერებს მათ რწმენაში მით უმეტეს იცის უფალმა უკვე რომ მოახლოებულია მისი უნებები მოახლოებულია მისი განცდები უკვე მოახლოებულია მისი ჯვარცმა დამცირება ადამიანთაგან უკიდურეს დონეზე სიკვდილი და კარგად იცის რა დღეში ჩავარდებიან მოციქულები და ამიტომ ყველანაირად აძლიერებს ამხნევებს მათ სულიერად აი ამ სასწაულებით ამ წინასწარ განჭვრეტებით ანუ ამით რას ეუბნება უყურეთ იქ პეტრეს შემთხვევაში ამ შემთხვევაში რომ ამით იმის თქმა უნდა რომ თუ კი ეს ჩემი სიტყვები სრულდება ყველაფერი ისიც აღსრულდება აუცილებლად რაც გითხარით რომ მოვკვდები მესამე დღეს ავდგები ანუ ესეც აუცილებლად აღსრულდება გესმით აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი და მოგვარეს ვირი იგი და კიცვი მისთანა და დაასხეს მასზე და სამოსელი და დაჯდა მასზე და ანუ ნათქვამია ჯერ რომ ვირი და კვიცი მოუყვანესო და მერე მასზე დაჯდაო რომელზე დაჯდა ვირზე თუ კვიცზე განმარტებლები გვეუბნებიან რომ დაჯდა ჯერ ვირზე და შემდეგ მოგვიანებით გადაჯდა კვიცზე ამას თავისი სულიერი მნიშვნელობა აქვს განმარტებლები გამგვიმარტავენ ჩვენ ამას ისე რომ ვირი განასახიერებს ისრაელებს რომლებიც უკვე გაწვრთნილები იყვნენ ასე ვთქვათ ღვთის ჯულში და განსწავლულები გახდნენ და კვიცი განასახიერებს წარმართ ერებს ანუ ერებს რომლებიც არ იცოდნენ უფლის ჯული და რატომ ხდება ეს მომენტი გადაჯდომა ვირიდან კვიცზე ანუ ამითი უფალი მიგვანიშნებს რომ მისმა რჩეულმა ერმა მიუხედავად გაწვრთნილობისა და მიუხედავად განსწავლულობისა ჯულში ვერ მიიღო უფალი და ამიტომ გადაჯდა შემდეგ უკვე უფალი გაუხედნა კვიცზე ანუ წარმართ ერებზე ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი ვიგულისხმებით ქართველებიც და ბერძნებიც და ასე შემდეგ ის უამრავი ერი რომელმაც შემდგომში უკვე ქრისტიანობა მიიღო და შეიწყნა ხო მოციქულთა გადაგების შემდეგ როდესაც სულთმოფენობის შემდეგ დაიწყეს მოციქულებმა გადაგება ანუ აი ამას განასახიერებს სიმბოლურად ვირიდან კვიცზე გადაჯდომა ეს ბევრნაირად არის ნათქვამი სახარებაში რა ბევრგან არის ეს ნაწინასწარმეტყველი და გახსნილი თვითონ უფლის მიერ სევდიანად ნათქვამი რომ მისი რჩეული ერი ის ადამიანები ვინც პირველ რიგში იყვნენ მოწოდებული რომ მიიღოთ უფალი ისინი ვერ იღებენ უფალს და იღებენ ისინი ვისაც საერთოდ არაფერი არ სმენოდათ ქრისტეს განკაცებაზე მის მოვლენებაზე მაგრამ რატომ იმიტომ რომ შინაგანად სულიერად იყვნენ უბრალოები და მზად ამ ყველაფრისთვის და არა გონებრივი განსწავლულობა არის საწინდარი ღვთის მიმღებლობის ადამიანისათვის არამედ შინაგანი სულიერი სისპეტაკე და სისუფთავის ბავშვურობა და უბრალოება რომელიც ჰქონდათ იმ წარმართ ერებს და არ ჰქონდათ აი ამ ისრაელის რჩეულ ერს რომელსაც თავში ჰქონდათ ავარდნილი აი ეს თავიანთი ღვთის რჩეულობა და გამორჩეულობა ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა და სხვანი მოკავდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა და ერი იგი რომელიც წინა უბიდოდა და რომელი უკანა შეუდგა ღაღადებდეს და იტყოდეს ოსანა ძესა დავითისა უთხეულარს მომავალი სახელითა უფლისა და გვაცხოვნენ ჩვენ რომელი ხარ მაღალთა შინა
სასწაული ხალხი, აი სასწაული. ხალხი, უზარმაზარი ხალხი მოსდევს უფალს, რომელიც ვირზე ამხედრებული მოდის, ცხენზეც არ ზის, თავმდაბლობის ნიშნად. ვირზე ამხედრებული მოდის, კვიცი მოყვება გვერდზე, მერე კვიცე გადაჭდება. ანუ ძალიან უბრალოდ, ძალიან თავმდაბლად. ქრისტე არ გამოწყობილა განსაკუთრებულად რაღაცა ძვირფას შესამოსელში. მოგეუბნები, ცხენიც არ მოუყვანია. ვირზე შეჯდა თავისი უბრალო შესამოსელი, რომელიც მას მთელი ცხოვრება ემოსა. თავისი უბრალო ფეხსამოსით, რომელიც მას ეცვა. არანაირად არ გამოპრანჭულა მაგისთვის, რომ არ იქა ეხლა მე იერუსალიმში შევდივარ, ხალხმა ტაში უნდა დამიგრას. ხდება საოცრება. ადამიანები მას დიდებით ხვდებიან. თავიანთ სამოსელს უფენენ, თავიანთი მოკრძალების და თაყვანისცემის და პატივისცემის ნიშნად. ტოტებს კაფავენ, ხეებს და იმეებს უფენენ. ანუ მიხვდით ხო აქ რაზეა საუბარი? ბზობის დღესასწაულზეა აქ საუბარი, ხო? ჩვენ რო ბზობას ვეძახით. ბზა იქ არისო. ეს ბზა ქართული სინამდვილეა ამ შემთხვევაში, თორე იქ სხვა რაღაც დანაკის კუთხთაგან და ბაიებს, ანუ ეს ორი სცენარია ნახსენები, რომლებიც იქ იყო, აი იმის ტოტებს კაფავდნენ და იმით ხვდებოდნენო. გესმენთ? და ჩვენ შემთხვევაში ნუ ეხლა ნუ ბზაში გადავიტანეთ ეს ყველაფერი, როგორც რაღაც მარადმწვანე სცენარიში, როგორც რაღაც სიცოცხლის სიმბოლოში და იქ ხვდებოდნენ მას აი ესე რაღაცა საოცრად თავისი მოკლედ აი ამ თელი დიდები და თან რას უგალობენ, ასე ეუბნებიან. ოსანა დავითის ძესაო. კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისათაო. დავითის ძეთ აღიარებენ, ღმერთად აღიარებენ. კურთხეულია ის ადამიანი, ფსალმიდან მოყავს სიტყვები, რომელიც უფლის სახელით მოდისო. ხედავთ. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის პერიოდია უკვე, როდესაც ამაზე უბრალოდ ჩვენ მათეს სახარება არ მოგვითხრობს და მოგვითხრობს იოანეს სახარება. იოანესაგან ეს ნათქვამია და მათესთან არ არის ნათქვამი, უბრალოდ ავაწყოთ ახლა ჩვენ სიუჟეტი ხო მთლიანად, ანუ ქრონოლოგიურად დაავალავთ ისე როგორც არის. იოანე გვიყვება ამბავს, რომ ბეთანიაში მან აღადგინა თავისი მეგობარი ლაზარე, რომელიც 4 დღის მკვდარი და აყროლებული იყო უკვე და გააცოცხლა. და მე იქ იოანე ამბობს კიდევაც მახარებელი, რომ ეს ხალხიო უფრო იმიტომ იყო მოსულიო, რომ იესოს ნახვაც უნდოდათო და უნდოდათ ენახათო ლაზარეცო, რომელიც მკვდრეთით იყო ამგარი. ანუ იმ მოამრავი სასწაულების შემდეგ, რომელიც უფალმა მოახდინა და ბოლოს რისი გვირგვინიც იყო ეს ლაზარეს 4 დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინება, ხო? უნდათ მისი ნახვა, ანუ ხედავენ რომ რაღაცა ზებუნებრივი ხდება, ანუ ეს ყველაფერი ხო დაილექა მაცნობიერებაში, შობიდან ბრმა აღადგინა იქ, ვიღაცა ნაინოქრის რაღაცა შვილი აღუდგინა, 12 წლის გოგონა აღადგინა, 100-ის თავის შვილი აღადგინა, 5 პური და 2 თევზით 1000-ობით ადამიანი დააპურა, გააწყო უფალმა, ხო? მისი სწავლებები გავრცელდა, მისი საოცარი სასწაულები გავრცელდა, ეშმაკეულები განკურდა, კელობელები განმართა, განრღვეულები აღადგინა, ანუ ეს ყველაფერი დაემატა ერთმანეთს, ანუ ეს წარმოვიდგინოთ ეხლა ჩვენ რომ გავრცელდა ეს ხმები მათში, რომ ყველამ გაიგო ამ სასწაულების შესახებ რა. ყველამ იცოდა. და ბოლოს აი ესეთი საოცარი სასწაული და ხვდებიან ეხლა იერუსალიმში მიმავალ უფალს. აი ესე რა დიდები. მეფედ უნდათ მისი კურთხევა. მოდი ნახოთ აბა რა ხდება. დავით არცა შევიდა იგი იერუსალიმად, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს, ვინ არის ესე? ანუ შედის იერუსალიმში და მიყვება ეს ამხელა ბრბო. საოცარი შეძახილებით. მეფედ აღიარებენ. ღვთისშვილად აღიარებენ, წინასწარმეტყველად აღიარებენ. და შეიძრა მთელი იერუსალიმიო რა, ვინ არისო ეს? კითხულობენ რა. ვინ მოვიდა ამისთან ესეთი დიდებით, ესეთი პატივით რო ხდება ეს ხალხიო. ხოლო ერი იგი იტყოდა, ესე არის წინასწარმეტყველი იესო ნაზარეთით გალილეისა. აუხსნეს რა იმ ხალხს, ვინც კითხულობენ რა, ვინ არისო? ეს იესო ნაზარეველიაო, გალილეიდანო, წინასწარმეტყველიო. ხედავთ, ესეც უკვე ძალიან დიდი შედეგი იყო და ძალიან დიდი მიღწევა იყო, რომ მათ წინასწარმეტყველად ყავდათ აღიარებული უკვე. მაგრამ მოდი ვნახოთ ცოტა ხანში რა მოხდება. და ვინ არის ეს ხალხი საერთოდ და მე პატარა კომენტარსაც გაიკეთებთ აქ
ხალხთან დაკავშირებით. და შევიდა იესო ტაძარს ამას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი გამსყიდველი და ყოველი რომელი იყიდდა ტაძარს ამაშინა და ტაბლები იგი მეკერმეთა იმად დაამხვა და დასასხდომლები და ტყეების მოფარდულთა იმად დაუქცია. და რქვა მათ წერილარს სახლსა ჩემსა სახლ საულწველ ეწოდეს, ხოლო თქვენ იყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთან. შედის ტაძარში იესო და ხედავს იქ ძალიან სამწუხარო სანახაობას, რომ გადაქცეულია უფლის ტაძარი სავაჭროდ. მიდის იქ გაქანებული აღებ მიცემობა, აბა რა გაყიდე, რა იყიდე, რა შემოსავალი შემოვიდა ტაძარში და სულიერება, ღვთისდიდება, საკუთარი სულის ხსნა და გადარჩენა სინანული აბსოლუტურად არავის არ ახსოვს. ანუ ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი არის მთელი იერუსალიმის ტაძარი. უფალი განრისხდა, შექმნა შოლტი და გამოასხა ის ხალხი, ანუ დაერია იმათ. ეხლა მოდი ესეც განვიხილოთ ჩვენ კარგად რა. მრისხანებაში ჩავარდა უფალი, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე? არა. ესეთი სიტყვები წერია ფსალმში, განრისხნებოდეთ და ნუსხოდავთო. რას თქვა გულთაშინა თქვენთა სარეცელთა თქვენთაზე და შეინანეთო. უყურებთ? განრისხნებოდეთ და ნუსხოდავთ. ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, რომ ისე განრისხდე ადამიანი, რომ ეს არ შეგერაცხოს ღვთის წინაშე ცოდვა. უფრო მეტსაც გეტყვით. რისხვა, მრისხანება ღვთისაგან მოძებული უნარია და თვისებაა და უფრო მეტიც ნიჭია ადამიანისა. ოღონდ ცოდვა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა მიმართულება უნდა მივცეთ აი ამ ჩვენს მრისხანებას. როდესაც ჩვენ უმრისხდები მოყვას და მოყვაში ყველა იგულისხმება, შეიძლება იყოს დედა, მეუღლე, შვილი, მეგობარი, ნათესავი, თანამშრომელი, ასე შემდეგ, ხო? როდესაც ჩვენ მრისხანებით ხარ ახსილი ადამიანის მიმართ, ეს უმძიმარესი ცოდვაა და მომაკვდინებელი ცოდვაა. მომაკვდინებელი ცოდვაა ფიზიკურადაც და სულიერადაც, იმიტომ რომ იცით თქვენ კარგად, რომ სწორედ უმრავლესი შემთხვევები, რომლებიც ესე ფატალურად თავდება, ხო, ადამიანთა შორის კონფლიქტები, მრისხანებას მოსდევს. ივანე ოქროპის საოცარი ქადაგებაა მრისხანებასთან დაკავშირებით. მრისხანე ადამიანო, საკუთარი თავიო ნეტად შეგეძლოსო, რომ დაინახო იმ მრისხანების ჟამსო, რას გავხარო, საერთოდ დაკარგული გაქვთ ღვთის ხატება და ცხოველს ემსგავსებიო. ნეტა შეგეძლოსო, რომ მაგ დროს საკეს ჩაიხედო. შეურაცხადი ხდები და შეგიძლია, რომ შენი მოყვასი, შენი სისხლი და ხორცი, შენი ძვირფასი ადამიანი სასიკვდილოდ გაწირო და გაიმეტო. უმძიმეს ცოდვაში ვარდები. თუ ფიზიკურად არ მოკალი, გულში მაინც ყლავ მას და გულში იმეტებ მას ყველაფერი საშინელებისთვის და ყველაფერი საზღვრებისთვის. და ეს არ შეიძლება ჩემო ძვირფასებო, დაუშვებელია. აუცილებლად უნდა გავექცეთ და მოვერიდოთ ესეთ მრისხანებას. მაშ როგორი მრისხანებაა ღვთის მადლი, რაც ეხლა ვსაუბრობ. მრისხანება, რომელიც მიმართულია ცოდვისაკენ, მრისხანება, რომელიც მიმართულია ვნებისაკენ. როდესაც შენს ვნებებს ებრძვი და ვნებას განურისხდები, ცოდვას განურისხდები, ეშმაკს განურისხდები, ბოროტძალას, აი ესეთი მრისხანება არის ღვთის წინაშე შეწირული მრისხანება. ანუ ეს მრისხანება შენ აუცილებლად შეგეწევა, აუცილებლად დაგეხმარება და უფრო მეცაც გეტყვით. უძლიერესი იარაღია ასეთ შემთხვევაში მრისხანება შენთვის ეშმაკთან საბრძოლველად და სულიერი წინსვლისათვის ძალიან გამოსადეგი. როდესაც შენ იცი სწორი მიმართულება, საით წარმართო შენი რისხვა, შენი მრისხანება. მაგრამ აი სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით ხოლმე. აი ამ შემთხვევაშიც უფალი განრისხდება, მე მაგალითად ძალიან ბევრ მშობელს ურჩევ ხოლმე. ეხა ისე არ იზრდება ბავშვი, რომ არ გაუბრაზდე რა, იმიტომ რომ რაღაცას გააფუჭებს, რაღაცას დააშავებს, თავის დას გააბრაზებს, პატარა ძმას გააბრაზებს, ნერვს მოუშლის, შენს მოგიშლის ნერვებს. იმიტომ რომ ზრდის პროცესი ესეთია, ხო? მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებ მშობელს, ყოველთვის, რომ არასოდეს არ დაინახოს ბავშვმა და არ დაგიფიქსიროს, რომ შენ მდგომარეობიდან გამოხვედი. და ისე ურისხდები მას. აი ეს არის დამღუპველი. იმიტომ რომ თუ შენ კონტროლი დაკარგე საკუთარ თავზე, რაც არ უნდა ობიექტურად მართალი იყო იმ საკითხში, რის გამოც შენ კონკრეტულ მომენტში ბავშვს უბრაზდები,
არ არსებობს რომ ბავშვმა ისინი შენიშვნა მიიღოს. წარმოუდგენელია, გამორიცხულია. იმიტომ რომ ბავშვი ინტუიციურად გრძნობს შინაგანად რომ რაც არ უნდა დაეშავებინა მას თავისი ბავშვურობით, შენ გაცილებით უფრო მეც აშავებ, შეგნებულად. იმ დროს შენი უსიყვარულობით ბავშვი ხედავს რომ ის ადამიანი რომელიც მისი სამყაროა, დედა განსაკუთრებით და თუნდაც მამა, ხო? რომელსაც შეყურებს, რომელიც მისი მისაბაძია, მისიქით არც იყურება, უცებ ამ ადამიანს ის სიყვარული სადღაც ხელებში გააუქრა რა თვალსა და ხელშუა. და უყურებს გამძვინვარებულ ვიღაცას, მხედს, რომელიც მისი დედა არ არის, მისი მამა არ არის, რომელიც ცდილობს რომ რაღაცა შეაგონოს, თითქოს და, მაგრამ ბავშვი ამას უკვე აღარ ღებულობს. ჩაეკეტება ბავშვი უკვე ეს მიმღებობა, იმიტომ რომ ხვდება და გრძნობს რომ შენ ბევრად უფრო უარეს აშავებ. შეიძლება ეს უბრალოდ ესე ვერ დაალაგოს თავის გონებაში, როგორც ახლა მე თქვენ გადმოგცემთ, მაგრამ ბავშვი ამას გრძნობს. გრძნობს და აუცილებლად ჩაიკეტება მისი მიღებობა თქვენს მიმართ რა. და მთელი ის თქვენი ვითომ გაბრაზება და ვითომ ნერვების მოშლა და შეიძლება ფიზიკურადაც გაალახო და ასე შემდეგ, არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს. გამოიღებს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედეგს. ამიტომ მე ყოველთვის ვაფრთხილებ ხოლმე მშობლებს. ბავშვს განუბრისდი მანამ, სანამ შენი თავის კონტროლი შეგიძლია. ნუ დაელოდები რომ მდგომარეობიდან გამოხვიდე. რისხვა გამოიყენეს შეგნებულად, გეგმა ზომიერად. რომ იმ დროს გაუბრაზდი და ისე გაუბრაზდი, რომ შენი თავი გააკონტროლო და მაშინ ბავშვი ყოველთვის მიიღებს. რაც არ უნდა წამოარტყა, რაც არ უნდა თმები მოკაჩო, თუნდაც დაუყვირო და ხმამაღლა უთრა რაღაცა. როცა ბავშვი ხედავს, რომ შენ ამ ყველაფერს სიყვარულიდან აკეთებ და შენ მდგომარეობიდან არ ხარ გამოსული, შეიძლება იმ წუთში ეწყინოს, იტიროს, ცნებები გადმოყვაროს, მაგრამ აუცილებლად შეიწოვს. აუცილებლად მიიღებს და აუცილებლად გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ბავშვი დაინახავს და იგრძნობს, რომ შენ ეს ყველაფერი, იმიტომ კი არ გააკეთე, რომ ბავშვს მართ სიყვარული აღარ გაქვს, არა. პირიქით, სიყვარულიდან გააკეთე იმის გამო, რომ მისთვის უკეთესი გინდა, რომ ხვალ და ზეგ იგივე და უფრო უარესი არ დაემართოს მას. ეს ძალიან დიდი სიბრძნეა და მინდა რომ მშობლებმაც და იმ ადამიანებმა ვიც მომავალი მშობლები ხართ აუცილებლად გაითვალისწინოთ რა, იმიტომ რომ ეს ცალკე უდიდესი თემაა ეხა პედაგოგიკა და ბავშვთან ურთიერთობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მინდა რომ გაითვალისწინოთ აუცილებლად რა. ანუ აი ესეც საოცარ გეგმოზომიერ რისხვას ავლენს ამ შემთხვევაში უფალი. რის მიმართ დაუკვირდით? ამბობს კიდევაც თვითონ რომ წერილას დაწერილია რომ სახლსა მამისა ჩემისასა სახლს სალოცველ ეწოდოსო, ხოლო თქვენ გიქცევი ეს იგი ქვაბად ავაზაკთავ. ავაზაკთა შესაკრებელად, ავაზაკთა გამოქვაბულად გადააქციეთო. სალოცავი სახლიო, უფლის სახლიო. და ამიტომ გამოყრის, მაგრამ ისეთი დიდებით არის მისული და თქვენ იცით რომ უფლის მოქმედებას და უფლის სიტყვას ყოველთვის ძალმოსილება და ხელმწიფება ახლდა. მას ვერავინ ვერ ეწინააღმდეგებოდა ვერასოდეს, ვერც სიტყვას და ვერც მის ქმედებას. და ვერავინ ვერ ბედავსო წინააღმდეგობა გაუწიო. წარმოიდგინეთ ახლა რომ შევიდა და იმ ქორვაჭრებს აუყირავა ეს მაგიდები, გადმოუპნია ყველაფერი რაც მათ ეყარა, გამოყარა შოლტის სცენით. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ხელი ვერავინ ვერ შეუბრუნა, ვერავინ ვერ გაბედა. და მანამდე სანამ ტაძარში შევიდოდა სხვა მახარებელი ამბობს და მე აუცილებლად უნდა ვთქვა ეს. სხვა მახარებელი ამბობს, რომ სრემლეოდაო იესო, ტიროდაო და უცნაურია. ხვდებიან დიდებით, ხვდებიან პატივით, ოსანას უგალობენ და უფალი ტირის. რატომ ტირის? ტირის იმიტომ, შემოძ ვიფასებო, რომ კარგად იცის მან, რომ ეს ის ხალხია, რომელიც სულ რაღაც 4-5 დღეში სულ რაღაც 4-5 დღეში ნება უკვე მოახულებული უფლისა. გაიმეტებენ უდელთავრებისაგან დახუქილები. სასიკვდილოდ გაიმეტებენ. ბარაბაში, ავაზაკში, კაცის მკვლელში გაცვლიან. უამრავ შეურაცხყოფას მიაყენებენ. უამრავ ტკივილს მიაყენებენ. სულიერადაც და ფიზიკურადაც. უკანასკნელი სიკვდილისთვის გაიმეტებენ. ყველაზე დამამცირებელი სიკვდილისთვის. ჯვარზე და თან საკუთარ თავსაც დაიწყევლიან რომ მაგის სისხლიო ჩვენზე იყოს და ჩვენ შვილებზეო. იცის უფალმა რომ ეს ის ხალხია სწორედ. მე თქვენ გითხარით უკვე და კიდე გაგიმეორებთ, უფლისთვის მომავალი არ არსებობს. უფალი ხედავს ამ ყველაფერს. ეს ადამიანები არიან სწორედ დღეს რომ მოსანას უგალობენ,
სწორედ ის ადამიანები მშივრები რო იყვნენ და ლამის გული წასულდა ჩიმშილისაგან და უფალმა რო დაასხადა 5 პური და 2 თევზით რომ დააპყურა 1000-ობით ადამიანი. უამრავი სასწაული და უამრავი კურნება რომ უხდინა, აი ეს ის უმადური ადამიანები არიან, რომლებიც დღეს თითქოს და აჟიტირებულები მზად არიან რომ მეფე დაკურთხონ, წინასწარმეტყველად აღიარებენ, საკუთარ ტანსაცმელს უფენენ, იცის უფალმა კარგად რომ სწორედ ეს ხალხი იქნება, რომელიც მას ზურგიდან ლახვარს ჩასცემენ რა. და ცნობის მოყარე სახეები დადგებიან ჯვართან, რომ უყურონ მის აღსასრულს. აი ეს ის ხალხია და ამიტომ ტირის, ამიტომ მეცრენება უფალს. ამით რისი თქმა მინდა, იცით თქვენთვის არ შემიძლია რომ ეს სიტუაცია არ გამოვიყენო ახლა რა. აი ძალიან ბევრი ადამიანები ისი ხალხო და მინდა რომ თითოეულმა თქვენთაგანმა თქვენს გულში ჩაიხედოთ კარგად. იყო დრო როცა მეც ესე ვიყავი, მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში რა. მაგრამ დამიჯერეთ თუ შეგიძლიათ დამიჯერეთ რომ დღეს ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს ანიშნავს ვინ რას იტყვის ჩემზე რა. ერთადერთი რაც მაინტერესებს და რაც მართლა გულით მაინტერესებს რომ ღვთის წინაშე ვიყო მართალი და მოდი მე მინდა გთხოვო თითოეულ თქვენთაგან იფიქრეთ მხოლოდ ამაზე. ნუ იპოზიორებთ ხალხის წინაშე ხალხო. გახსოვდეთ რომ ხალხი აი ესენი არიან რა. მე ამით იმის თქმა კი ამბობ რომ ხალხი არ გიყვარდეთ არა ჩვენ უფალს მივბაძოთ. უფალს ეს ადამიანები უყვარს და უყვარს უკიდეგანო სიყვარული მათთვის ლოცულობს განწირული საოცარ ტკივილებში მყოფი ჯვრიდანაც კი რომ აპატია უფალო არ იციან რასაკეთებინო მე განა უსიყვარულობისკენ მოგიწოდეთ და არა ანგარიშნუ გაუწევთ მათ აზრს. იმიტომ რომ გახსოვდეთ რომ აი ესეთი ცვალებადი და ჭრელია ხალხის აზრი. ცვალებადი მოღრუბლობასავით არის დღეს ესე ფიქრობს ყველა ესე იფიქრებს. ერთ საათში სხვანაირად იფიქრებს უკვე 1000 ჯერ შეიცვლის აზრს. ყოველთვის ეცადეთ იცხოვროთ ღვთის წინაშე. გახსოვდეთ ეს არის ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანი ცხოვრობს ღვთის წინაშე და არა ადამიანების წინაშე რაღაც პოზიურობ და რაღაცა ვიღაცის ტაშის დაკვრას ელოდები და ვიღაცისაგან რაღაცა რა ქვია, ქებადიდებას რა. იმიტომ რომ აი ხო ხედავთ ხალხი. ხალხმა გააკრა ქრისტე ჯვარზე. ჩვენაირებმა. განა ჩვენზე უარესები იყვნენ. ჩვენ არ გვეგონოს თავი იმაზე უკეთესი არა. მე ადრეს მithქვამს თქვენთვის ბევრჯერ ქადაგებაში მიხსენებია რომ აი ბევრს უთქვამს ხოლმე ჩემთვისაც მეც მიფიქრია ხოლმე რომ აი ნეტა რა იქნებოდა მე რომ იმ დროს მეცხოვრა როდესაც უფალი მოღვაწეობდა რა. და შემშინებია ხალხო მე შემშინებია რომ დავფიქრებულა რომ არსებობდა იმისი ალბათობა რომ ქრისტეს ჯვარმცმელების რიგში ყოფილიყავ. იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მაქვს ჩემი თავმდაბლობის იმედი, დღესაც არ მაქვს მე ამის იმედი. და იმ ჩემი ამპარტავნების და იმ ქედმაღლობის გამო ალბათ დიდი ალბათობით ვიქნებოდი აი ამათ რიგში. და დიდება და მადლობა ღმერთს აი ამ საოცარი წყალობისათვის რომ დღეს მომავლინა ამ ქვეყანაზე და არა მაშინ. აი ამაზე ხშირად უნდა ვიფიქროთ ჩვენ ვინა ვართ, საითა ვართ. ჩვენ თუ ცოდვასთან ვართ შეყვარებულები, ჩვენ თუ ამპარტავანი ვართ და შორს ვართ სიმდაბლისაგან, აუცილებლად ქრისტეს ჯვარცმელები ვიქნებოდით. გარანტიას გაძლევთ. მხოლოდ და მხოლოდ თამდაბლებმა მიიღეს უფალი. მხოლოდ და მხოლოდ თამდაბლებმა. მეტი ვერავინ. და მოუხდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსამაშინა ბრმები კოჭლები მივიდნენ მაშინ იმიტომ რომ ხა კარგად იციან რა რომ უფალი ყველას კურნავს ვინც მასთან მიდის ხო წმენი და განკურნა იგინი რა მოკლე წერია როგორი ლაკონურია სახარება რა ეგ აუცილებელი ვარ რა პროცესი კი არ არის აღწერილი ესე მხატვრულად დასურათებული როგორ მივიდა ნელ-ნელა მასთან ხელის ცეცებით ბრმა კოჭლი ძლიერს ვიღაცებმა მიიღო აი მოკლე წერია რა და როგორ განიკურნენ როგორ აღფრთოვანდნენ როგორ გაახილეს უცებ თვალები და ვა ყველაფერს ხედავ ის კოჭლი გაიმართა არც წერი ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ჩვენ უნდა წავიკითხოთ აი ეს ტრიქონებს შორის უნდა ვიგიძნოთ სახარების სიუჟეტი აუცილებლად რა მახარებელი მოკლედ გვეუბნება რა მივიდნენ არც იმას გვეუბნება რამდენი იყვნენ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რომ ძალიან ბევრი იყვნენ
მივიდნენ და გამყურნა იგი. უშველა რა. ვისაც რა ჭირდა, ყველას უშველა. ყველა მოარჩინა, ყველა გამყურნა. დავით არც აიხილეს მგელს მოძღვართა მადამ წიგნობართა, რომელი გიქმნა სასაუნი და ყრმები, რომელ ღაღადებდეს ტაძარს ამაშინა და იტყოდეს ოსანა ძესა დავითისა. განრისკნეს და რქვეს მას, გესმის არასა ესე იტყვიან. აი ახლა მოდი მიაქციეთ ყურადღება აი ამ უბედურ ადამიანებს რა, აი ამ მღვდელმთავრებს რა. ერის მოძღვრებს, ჯულის მასწავლებლებს, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა ევალებოდათ, რომ მიიღოთ მესიას, სოდნოდან და მათ კარგად იცოდნენ. კარგად იცოდნენ, ერთხელ მამაშავლო მიქადაგა რა და მოყვა გაიხსენა იოანე ოქროპირის ქადაგება, რომელიც მიმართავს იმ მღვდელმთავრებს რა. თქვენ არ იყავითო? ჰეროდეს რო ეუბნებითო რომ ბეთლემში უნდა დაიბადოსო? მათ ყველაფერი კარგად იცოდნენ უფლის შესახებ. მათ გადასარევად იცოდნენ რომ მესია იშვა. აი ეს მღვდელმთავრები, თავიანთი შური დაბრმავებულები და შეპყრობილნი, აღარ იციან რა ქნან, ბოღმიც კდებიან, უკვე აღარ შეუძლიათ. მთელი ეს 3 წელია უყურებენ უფლის სასაულებს, იქ შაბათს არ ღვევს, იმას ყურნავს, ამას ყურნავს, იმას აპურებს, ამას აპურებს, ქადაგებს ისეთ ამათ ამ ხელს გველებს უწოდებს, იქედნეს ნაშობებს უწოდებს, გაშპაკულ და გალამაზებულ საფლავებს ადარებს, წინასწარმეტყველების მკვლელებს უწოდებს და აღარ იციან რა ქნან, ეხა სკრებიან უკვე ბოღმით. ის კი არა რომ ერთხელ მაინც დაფიქრდნენ, რომ გაიაზრო, რომ რატო ამბობს ამას უფალი. იქნებ მართლა რაღაცა ჭირთ, იქნებ დაფიქრება, მაგრამ აი ხედავთ როგორი ამპარტავნება ჩემოძვიფასები. ხედავთ რანაირი ამპარტავნება, როგორ აბრმავებს ადამიანს, როგორ უხშავს თვალს და აღარ აძლევს საშუალებას რომ დაინახოს მან სინამდვილე რეალობა. საკუთარი უბედურება, საკუთარი დაცემულობა, საკუთარი ტალახი და სიბინძურე ვერ ხედავს. ამიტომ ამბობს წმინდა წერილი რომ ნუ ამხილებო ამპარტავან ადამიანს და უგუნურსო, იმიტომ რომ მტრად გადაგეკიდებაო. ამხილებ ბრძენსო და უფრო ბრძენი გახდება და მეგობარ შეიცემა მისი სახით. და მიდიან ეს უბედური მღვდელმთავრები და ეუბნებიან განრისხებულები და დაბოღმილები იმის გამო, რომ ხედავენ, რომ ბავშვები უგალობენ ოსანას უფალს. ბავშვები ადიდებენ მას. და განრისხდნენ ამ ბავშვებზე. წარმოგიდგენიათ? განრისხდნენ ამ ბავშვებს და უფალს ეკითხებიან, გესმისო რას ამბობენო ესენიო? ანუ საყვედურობენ ქრისტეს, რომ რატომ იღებ ამათგან ამ დიდებას და ამ პატივს? რატომ არ აჩუმებ მათ? რატომ არ ეუბნები რომ მე არა ვარ დავითის ძე, ნუ მადიდებთ, ნუ მიგალობთ? გესმის? იმიტომ რომ ისინი ხო ბრმები იყვნენ, ისინი ხო ჩვეულებრივ ადამიანს ხედავდნენ, არათუ ჩვეულებრივ ადამიანს, არამედ ჯულის დამრღვევს, ანარქისტს, რევოლუციონერს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თითქოს და უფლის ჯულს და სინამდვილეში მათ მიერ გადაკეთებულ სწავლებას და არ მოწონთ ეს ყველაფერი და აჩუმებენ და ეუბნებიან გააჩუმებოს ბავშვები. ვერ ხედავ რევს ლაპარაკობენო? უფალი როგორ პასუხობს? ხოლო იესო თქვა მათ, ჰე, არასადა აღმოგიკითხავსა? ვით არ მე პირითა, ყრმათა, ჩვილთა, მწოვართა და დაამტკიცე ქებაია. აი ყურე როგორ ამხელს უფალი მათ მუდამ. მრისხანეთ არ პასუხობს, კბილად პასუხობს, მაგრამ საყვედურობს მათ. თქვენ ყურე არასადა აღმოგიკითხავსა? ეს ამას რომ მღვდელმთავარს ეტყვი, წარმოიდგინე ხა ეს რას ნიშნავს? ესე იგი, მღვდელმთავარი, რომელსაც პირველ რიგში უნდა ქონდეს საკითხული ეს და არაერთხელ უნდა ქონდეს საკითხული, ზეპირად უნდა იცოდეს. არ წაგიკითხიაო? არსა წაგიკითხიაო? თვალი არასოდეს მოგიკრავსო? წინასწარმეტყველის დაწერილისთვისო. სადაც ამბობსო რომ პირითა, ყრმათა, ჩვილთა, მწოვართა და დაამტკიცე ქებაი, რომ სწორედ ბავშვების მიერ დაამტკიცდება ჩემი რეალურობა და არსებობა და ღვთაებრიობაო. და მეორე მახარებელი ამატებს, როდესაც იგივე სიტუაციას განიხილავს, რომ ამათო რომ უთხრა რომ გაჩუმდითო,
თქვენი აღაღადებიანო. აი ამით პირდაპირ აი რა ვიცი რა, აი ჯვარი დაუსვა რა, აი დელთაურებს და წიგნობრებს რა. რომ ქვებიც კი თქვენზე ჭკვიანები არიანო, ქვებიო. და ქვებიც კი თქვენზე გულისხმიერები არიან, ქვებმაც როგორც ჩემმა ქმნილებებმა იციან რომ მე ღმერთი ვარ, ისინიც კი მცნობენ, ეს უსულო საგნები მცნობენ, ქვები და ხეები და ფოთლები და მცენარეები მცნობენ და ცხოველები და თქვენ რამ დაგაბრმავთ ესე, რამ გაგაუხეშათ, რამ გაგაუბედურათ ესე რომ თქვენ ჯულის მოძღვრები ვერ მცნობთ მე თქვენთვის მოსულ უფალს. ხედავთ, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა იმ უბედურებს რა დაემართებოდათ, შეგახსენეთ კიდევ ერთხელ. ნუ ამხილებო უგუნურს, თორემ რად გადაგეკიდებაო, კიდევ უფრო გაიბერენ, კიდევ უფრო დაიბოღმენ და რაც ხდება რამოდენიმე დღეში კარგად იცით თქვენ, ხო? მოკლავენ, ჯვარზე გააკრავენ, ღმერთს მათთვის სახსნელად მოსულს. მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა, რაღაცა ისე შეუძლებელია რომ ადამიანმა ეს ყველაფერი ისე ემოციების გარეშე აი რომ ეს ვერ განიცადო, ეს ვერ იგრძნო, წარმოუდგენელია რა. არ შეიძლება მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის შემოწიფასება, არ შეიძლება სახარება იკითხოთ როგორც მხატვრული ლიტერატურა. წარმოუდგენელია, სახარება ეს არის მარადიული სიმართლის სიგნი, მარადიული ცხოვრების სიგნი, მარადიულად თანამედროვე სიტყვა, რომელიც მასში წერია. რომელიც არ არის დროში გავრცობილი, აი როგორც უფალი არ არის დროში გავრცობილი, ისე სახარება არ არის დროში გავრცობილი. და თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩვენი ცხოვრებისა. და ყოველთვის ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ და წარმოვიდგინოთ იმ ადგილზე, იმ სიტუაციაში, იმ დროს, იმ ხალხთან ერთად, მათ შორის. და დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქი ბეთანია და იქცეოდა მუნ. ანუ დასრულდა ეს ბზობის მომენტი, ჩვენებურად რო ვთქვათ. და წამოვიდა ბეთანიაში. და განთიად მორავიდოდა ქალაქად შეემშია. დილისკენ, როდესაც უკვე ქალაქში მოდის, მოშივდა უფალს. რატომ მოშივდა? იმიტომ რომ ჩვენაირი ადამიანი იყო, ზუსტად ჩვენაირად შიოდა, ჩვენაირად წყუროდა, ჩვენაირად ქონდა ის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რაც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია უბრალოდ, ის ამ ყველაფერს აკონტროლებდა ჩვენგან განსხვავებით და არ ემორჩილებოდა. აი მე ხშირად მიხსენებია და ეხაც მინდა გითხრათ რა, რომ არასოდეს არ აყვეთ ჩემო ძვირფასებო თანამედროვე ეპოქის სულს, რომელიც გიღაღადებს რომ დაემორჩილე წყურვილის გზნობას და დალიე სპრაიტი, არ შეჩერდე წაუს ნიკერზე, როცა ხშია შენ არ ხარ, ეს ყველაფერი არის ბოროტისაგან შემოგდებული ლოზუნგები, დამიჯერეთ რა. იმიტომ რომ აი აბსოლუტურად რადიკალურად საპირისპიროა ეს ყველაფერი ქრისტიანული რწამსისა და დამოკიდებულება. რას ნიშნავს, როცა მშია მე არ ვარ? რას ნიშნავს? მაშინ სად არის მარხვა, სად არის ჩემი თავშეკავება? თავისუფლება განა ის არის, რომ რაც მომეპრიანება ყველაფერის ვაკეთო? თუ პირიქით ის არის თავისუფლება, როცა მე ჩემს თავს ვფლობ, როდესაც მე მემორჩილება ის ჩემი წყურვილის ინსტინქტიც, ჭამის ინსტინქტიც, სექსუალური ინსტინქტიც, ნებისმიერი ჩემი ვნება, მრისხანება იქნება განკითხვა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს მე რო ვაკონტროლებ, მე რო ვარ ჩემი თავის უფალი, ეს არ არის განა თავისუფლება? და არა ის, როდესაც მე ყველაფრის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს, რომ რაც მინდა და რაც მომხასიათება ყველაფერი გავაკეთო. ეს არის მონობა, ეს არ არის თავისუფლება. იცოდეთ და გახსოვდეთ, კარგი. მოშივდა უფალს და ხდება კიდევ ერთი საოცრება. იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არ იპოვა მაშინა. გარნაფულცელი ხოლო. მოდის გზაზე უფალი და აინახა ლეღვი, მოშივდა ადამიანურად და მხოლოდ ფოთოლი ქონდაო და ლეღვი არ ქონდაო. და რქვა მას, ნუ ღარა იყოფი ნაყოფი შენგან საუკუნოდ და განხმა ლეღვი იგი მეხსეულად. საოცრება კიდევ ერთი ხო სასწაული. რატო აკეთებს ამას უფალი? ნუ თუ არ ეწოდება მას ლეღვის ხე, ნორჩი, ცოცხალი, რომელსაც ესე უცებ იმეტებს. მაგრამ უყურეთ რა ხდება. ამით უფალი რას ამბობს? გახსოვთ ის მომენტი, როდესაც ეშმაკეული განკურნა უფალმა ღადარინელი და ეშმაკები რო ევედრებიან, რომ
მოგვეცი უფლებაო რომ აი ამ ღორებში შევიდეთო იქ კოლტი და ღორების მძოვარი და შეუშვა უფალმა იმ ღორებში და ის ღორები ეშმაკებისაგან გამძვინვარებულები კლდეზე გადაეშვნენ და დაიხჩნენ ზღვაში. იმ შემთხვევაში ღორები გაიმეტა უფალმა, ამ შემთხვევაში ლეღვისხი გაიმეტა. რატო? იცით რატომ ხალხო? იმიტომ რომ ამითი უნდა უფალს დაგვანახოს. რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანი მისთვის, რომ მისთვის არაფერს არ ნიშნავს ყველა ხე ერთად აღებული დედამიწაზე, ყველა ღორი, ყველა ცხოველი, ყველა მცენარე, აბსოლუტურად ყველაფერი ნულის ტოლფასი აქვს ის წინაშე ადამიანის გარეშე. იმიტომ რომ ადამიანისთვის შეიქმნა ეს ყოველივე. ამ შემთხვევაშიც რატო ახმობს ამ ხეს უფალი? ამითი მიანიშნებს ღმერთი რომ მე ვარ ის შემოქმედი რომელმაც ამას სიცოცხლე მივანიჭე. ანუ თავის ღვთაებრიობას ადასტურებს კიდევ ერთხელ მოწაფეების წინაშე. და ამისთვის მას არ ენანება ერთი ლეგვის ხე, რომ მოწაფეებს თავისი სწავლება მიაწოდოს კიდევ ერთხელ და ეუბნება მათ. მათ თვალწინ წარმოიდგინეთ ცოცხალი, ჯანმრთელი, ჯანსაღი ლეგვის ხე, აყვავებული მომენტალურად გახმა უფალმა როდესაც უთხრა რომ შენგან ნაყოფი ნუღარ იქნება ნურასოდესო. და თან ამით რას ეუბნება? ხო უფალი ხშირად აკეთებს შედარებას ხეების ადამიანებთან რომ ყოველმა ხემა რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვასო. ანუ ესეც შეახსენა, ეს სწავლებაც შეახსენა თავის მოციქულებს. იმიტომ რომ ყოველი ადამიანი რომელიც არ გამოიღებს იმ ნაყოფს სხვა მოციქულთან ნათქვამია რომ ჟამი არ იყო ჯერო ლეღვისაო. ანუ თითქოს უფალი უსამართლოდ იქცევა რა. ანუ ითხოვს იმ ნაყოფს იმ დროს, როდესაც ის დრო ჯერ არ არის მოსული იმ ლეღვისა. მაგრამ რატომღაც ითხოვს? უყურეთ და მას აი რატო აკეთებს იცი ამას? რომ აი ამითი მიგვანიშნებს და გვეუბნება გახსოვთ იგავი 10 ქალწულზე როგორ მთავრდებოდა ის იღვიძებდით უკვე რამე თუ არ აიცით ჟამი ოდეს იგი ძეკაცისა მოვიდესო. ანუ არ იცით თქვენ დრო როდის მოვა უფალი რომ მოგთხოვოთ თქვენ პასუხი. არ იცით დრო როდის მოვა შენგან იმ ნაყოფის მოსათხოვნა და შენ ყოველთვის უნდა იყო მზად ამისთვის, თორე აი იმ ლეღვსაც დაემართა, იგივე დაგემართება შენს. აუცილებლად თანაც. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, მათ დაუკვირდა და იტყოდეს. ვითარ მეფსეულად გაახმა ლეღვი იგი. გაუკვირდათ რა მოწაფეებს რა, ანუ კიდევ ერთი სასწაული იხილეს, ეხლა ხომ ჭეშმარიტად სასწაულია რა. არც წამალი დაუსხია, არც ბენზინი გადაუსხია უფალს იმისთვის არაფერი ხო? სიტყვა უთხრა რა. შენგან ნუღა იქნება ნაყოფი ნურასოდესო და მომენტალურად ეხლა თქვენ ერთი წუთი წარმოიდგინეთ ეს ნაკლების სასწაული კი არ არის იმ სასწაულებზე რაც მანამდე მოახდინა უფალმა. მომენტალურად ჯანსაღი სასალამათი ხე ხმება მოციქულ და თვალწინ. ყველაფრის გარეშე. და გაუკვირდათ, გაუცდეთ მოციქულები რა. როგორ მომენტალურად გახმაო ეს ხეო და თავიანთ გაუცებას ხმამაღლა გამოხატავენ და ეუბნებიან უფალს. მიუგო იესო და რქვა მათ, ამინ გეტყვით თქვენ. უკვე თუ გაქვთ სარწმუნოებაი და არა შეურგულდეთ, არა ხოლო ლეღვისაი ამის ყოთ, არამედ რქვა თუ მთასა ამას აღიფხვა რამიერ და შთავარდი ზღვასა, იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით გეყოს თქვენ. აი კიდევ ერთი სწავლება, რის გამოც გააკეთა უფალმა ეს. წმენის გამო. რომ წმენა ასწავლოს ადამიანებს, მოციქულებს და მოციქულების სახით თითოეულ ჩვენთაგაც ყველა ადამიანს და დაგვანახოს, რომ თუ კი გექნება წმენა, არა მხოლოდ ამ ლეღვის გახმობა შეძლებ, არამედ მთას ეტყვიო, რომ აღიფხვე რამიერ და შთავარდი ზღვა თუ და ესე იქნებაო. და მომიყოლია მე თქვენთვის ესეთი პატერი კი, როდესაც მოთხრობილია რა, პატერი კი მამათა ცხოვრებას ნიშნავს. არის იქ მოთხრობილი ესეთი მომენტი, როდესაც ერთი გამოუცდელი ბერი მიდის გამოცდილ სულიერ მოძღვართან. და მიაქვს სახარება და აწვდის და ეუბნება, რომ მამაო, ეს ჩვენ როგორ უნდა გავიგოთო. და იმ სახარებაში სწორედ აი ამ ეპიზოდს აჩვენებს, სადაც უფალი ეუბნება, რომ თუ გექნება სარწმუნოება მდობრის მარცვლის ოდენა, ეტყვით ამ თავს, რომ აღიფხვე რამიერ და შთავარდი ზღვა და ესე იქნება რა და ამ მამამ გამოართვა და მაჩვენე შვილო სადაო რომელი მას კითხულობდიო და დაიწყო თვითონ კითხვა. ნელ-ნელა კითხულობდა რა. და დაიწყო ნელ-ნელა კითხვა, რომ უკვე თუ გავხდეს წმენა, იგი ვითარცა მდობრისა, სხვა თუ თასა ამას აღიფხვე რამიერ და რომ მივიდა აქ.
ამ მოწაფეს უცე მოესვა გრუხუნი რა და გაიხედა და მთა იძრულდა რა და ამას უთხრა მერე და მიანიშნა და ამან მთას ჯვარი გადასახა და შენ არ გეუბნები გაჩერდიო და გააგზავნა კითხვა. აი წარმოიდგინეთ ეხლა ეს ბევრ შეიძლება ზღაპარი ეგუნოს, მაგრამ არ არის ზღაპარი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ და ბევრჯერ ვიტყვამს რომ თუ კი ის ჯერა და წამსო ღმერთმა არაფრისაგან ყველაფერი შექმნა. ჩვენთვის დაუჯერებელი არაფერი აღარ არის. რწმენი ჩვენ ყველაფერს მივიღებთ. ეს მართლა რეალობაა და უფალი მებით რა ქვია ისეთი გამშვენებული სიტყვებით კი არ ლაპარაკობს და რაღაცა ჰიპერბოლებით კი არ გველაპარაკება რომ რა თქვათ რაღაცა აი თავს თუ ეტყვი რეალურად ამბობს იმიტომ რომ ის მთაც ის ზღვაც ის პლანეტები ყველაფერი ადამიანშია ადამიანისთვის არის აბსოლუტურად ყველაფერი შექმნილი ადამიანს ეს დღეს ეჩვენება რომ ის მთები დიდია პლანეტები დიდია და უზარმაზარია ეს დღეს ამ დაცემულ მდგომარეობაში ეჩვენება ეს ყველაფერი თორე სინამდვილეში ხო შინაგანად ადამიანისთვის ადამიანი როდესაც თავის სულიერ სრულყოფას მიაღწევს ისე ეს ყველაფერი მასზე პატარაა მისთვის არის შექმნილი და მასშია შექმნილი ადამიანშია ყველაფერი მთელი შემოქმედება და ადამიანისთვის არის ადამიანი ყველაფერზე დიდი და ყველაფერზე აღმატებულია ჩიტი რო დაფრინავს და ბუზი რო დაფრინავს და ადამიანი რო ვერ დაფრინავს დღეს ეს ადამიანის დაცემულობის გამოა თორე ის ფრენა ადამიანის ფრენა ის ბუზი რო დაფრინავს და ჩიტი რო დაფრინავს ის ყველაფერი ადამიანშია მაგრამ აი დღეს დაცემულები ვარ და ეს ყველაფერი არ შეგვიძლია თორე ხო ნახეთ აგერ ხორციელად უფალი როდესაც აღდგა უკვე და დაამარცხა სიკვდილი და აღადგინა უხსნელებაში ადამიანური ბუნება ვერ გაფრინდა არავინ და ზეცა ცოცხლად ხორციელად ასე რომ წმენაში გვაძლიერებს კიდევ ერთი მომენტი ეს არის აი ამ ადგილისა რომ იცოდეთ და გახსოვდეთ რომ თუ კი თქვენი რწმენა იქნება შეუორგულებელი თუ კი თქვენი რწმენა იქნება მტკიცე ურყევი ძლიერი თქვენთვის შეუძლებელი არაფერი არ იქნება არა მხოლოდ ამ ლეგვის გახმობა ეს არაფერი არ არის უფალი ეუბნება რა ყველაფერს შეძლებ როგორც უფალმა სიტყვით შექმნა არაფრისაგან ყოველივე ადამიანი უფლის მსგავსია უბრალოდ არ ჯერა მას საკუთარი ძალებისა დარღვეულია სულიერად არა თუ გამთლიანდები და გაიზრდები ხო ყველაფერს შეძლებ ისე როგორც უფალი იმიტომ რომ მის მსგავსად შექმნა ღმერთმა შენ და რა დაამატა ნახე ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოები გეყოს თქვენ ლოცვაზე მე ბევრჯერ ვისაუბრია თქვენთან რომ რამხელა ძალა აქვს ლოცვას და მით უმეტეს გულით ლოცვას რწმენით ლოცვას როცა ჩვენ გწამს თელი არსებით როცა გწამს დამიჯერეთ რომ ყველაფერს მიიღებ ჩემი მაგალითის ბევრჯერ მომიყოლია რომ იმ თელი ჩემი ადამიანური მცდელობით რომ ვერ მიმიღწევია რაღაცისთვის და შემდეგ ერთი მხურვალე ლოცვით რომ ლოცვა დასრულებულიც კი რო არ მქონია ისე რომ შეუსრულებია უფალს და მორავიდა იგი ტაძრად მოუხდეს მას გველთ მოყვარნა და მოხუცებულ მიერისანი ვით არ იგი ასწავებდაერსა და რქვეს მას რომელთა ხელმწიფებით ამას იქნდა ვინ მოგცა შენ ხელმწიფება ესე აი ხა კიდე მოვიდნენ რა ეს ტუტუცები რა და ეს საწყლები რა და კიდე რაღაცა ეკითხებიან რომ აბა ვინ მოგცაო შენ ამის უფლებაო რომ მეშეც რაღაცებს აკეთებო რა ნეტარ არ საკეთებდა სულს რა როგორ მაინტერესებს რა აი რა არ მოწონდათ იმ უბედურებს იმათ რა აი რა დაინახეს რა უყოვეს სუდი რასაც აკეთებდა ყველაფერს საუკეთესოს ხო ადამიანებს ეხმარებოდა სიკეთეს ასწავლიდა ავადმყოფებს კურნავდა ვინ მოგცაო შენ მაგის უფლება ეგეთ რამეებს რო აკეთებო სიკეთეს რატო აკეთებო რა ხელმწიფებით აკეთებო შენ ამეებსო ვისგანაც ეს ხელმწიფება მიუგო იესო და თქვა მათ კითხო მეცა თქვენ სიტყვა ერთი რომელი უკვე თუ მითხრათ მეცა გითხრათ თქვენ რომელთა ხელმწიფება და ვით მამას უფალი კითხვას კითხვით პასუხობს და ეუბნება მეც დაგისვავო თქვენ შეკითხვასო და თუ კი მიპასუხებდო ჩემ შეკითხვაზეო მაშინ მეც გიპასუხებთ მერეო რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამასო ნათლის სემა იოანესი ან ყოველთვის ესე ჩამჭრელ შეკითხვებს იმადგან მოტანილს ხო უფალი ყოველთვის პასუხობს ძალიან ოსტატურად
და ისე აკეთებს, რომ ისინი რჩებიან თვითონ გავითურებულები და მიდიან შეცხვენილები უკან. ეკითხება მათ შეკითხვას უბრუნებს. ნათლისმცემა იოანესი ვინა იყო, ზეცით ანუ კაცთაგანი? იოანე ნათლისმცემელი რომ ნათლავდაო, ღვთისაგან იყო თუ ადამიანური იყო ეს ნათლისმცემაო რა? ანუ საიდან იყო? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თვისაგან და იტყოდეს, ეხლა იმათმა ჩართეს თავიანთი პრაქტიკული გონება და დაიწყეს აზროვნება, რომ უკვე თუ თქვა ზეცით იყო, გვქვას ჩვენ, რა ისათვის უკვე არ აქვს წმენა მისი. თუ კი ვეტყვით რომ ზეციდან იყო მისი გადაგება და მისი საუბარი, მაშინ გვეტყვისო რომ რატო არ დაუჯერეთ მაშინ მას? თუ კი ეს ზეციდან იყო და ეს დაჯერება რაში უნდა გამოხატულიყო? ვინ უკადაგა იოანე ნათლისმცემელმა მათ? უფალი ხო? იოანე ნათლისმცემელი არ არის ქრისტეზე რომ ამბობს რომ ეჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიქმნეს სოდვანი სოფლისანი. იოანე ნათლისმცემელი არ არის რომ ეუბნება ანდრიას და იოანეს თავის მოწაფეებს. ანდრია, პეტრე, იოანე და იაკობი იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. და შემდეგ იოანე ნათლისმცემელმა გადაამისამართა უფალთან და უთხრა მათ რომ ჩემ და ჯერას მოკლება და მისსა ჯერას აღორძინება თუ ანუ მე მხოლოდ და მხოლოდ გზის მომზადებელი ვიყავი მისთვის. და ეხლა მე უკვე ჩემ მისია ამოვწურე, მე ნელ-ნელა უკან უნდა წავიდე. და ის ძალებს მოიკრებს ნელ-ნელა. მე მისთვის მოვედი, მისი წინამორბედი ვიყავი. მე მის ღირსიც კი არა ვარო, მისი თასმები შევკრა ფეხსაცმლის. ის იმდენად აღმატებულია ჩემზე ეუბნება მათ. და ეს ის იოანე ნათლისმცემელია, სწორედ ამიტომ ეუბნება უფალი რომ თუ კი და იმიტომაც ფიქრობენ ეხა თავიანთ თავში რა რომ თუ კი ვეტყვი ჩვენ რომ ღვთისაგან იყო იოანე ნათლისმცემელი, მაშინ პირდაპირ ფიქრავს და გაგვაჩუმებს რა. რომ მაშინ რატო არ დაუჯერეთ მას? იოანე ნათლისმცემელმა მე დამამოწმა. ჩემი ჭეშმარიტება დაამოწმა, ჩემი ღვთაებრივი წარმომავლობა დაამოწმა, პირდაპირ თქვა, ეჰა ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიქმნეს სოდვანი სოფლისა. უყურე? და უკვე თუ თქვათ და თუ კი ვიტყვით რომ კაცთაგან გვეშინის ერისა ამის, რამე თუ ყოველთავ ვითარცა წინასწარმეტყველი უფლის იოანეო. გამიგე? თუ კი იტყოდნენ რომ ადამიანური იყო ის, რასაც იოანე ქადაგებდა, ხალხი შეეშინდათ უკვე, ნახეთ ამ საწყლებს რა. იმიტომ რომ იმ უბრალო ადამიანებმა კარგად იცოდნენ რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო. და მისი ცხოვრება უზადო იყო, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დასწამებდა იოანეს. და ეშინოდათ რომ თუ კი ვიტყვით რომ ადამიანებისაგან იყო და ადამიანური იყო ეს ყველაფერი და ღვთაებრივი არ ერია იოანეს ქადაგებაში, მაშინ ეს ხალხი ჩვენ ჩავქოლავსო რა. გამიგეთ? ანუ ის კი არა რომ თვითონ ხვდებოდნენ რომ ღვთისაგან იყო, სიკვდილი შეეშინდათ რა. და აი ამის გამო ვერ თქვეს რომ ადამიანური იყო, თორე ძალიანაც უნდათ რომ ეთქვათ რომ არ კაცთაგან იყო რა. ოღონდ კი უფალი გაემტყუნებინა და გაჩუმდნენ და ვერაფერს ვერ ეუბნებიან რა. და მიუგეს იესოს და რქვეს, არა უწყით. არ ვიცითო. აიგე. თქვა მათ მანცა, იესომაც უპასუხა, არცა მე გითხრა თქვენ რომლთა ხელმწიფებით ავით ამას. ხო და არც მე არ გეტყვით რა ხელმწიფებით ვაკეთებ ამასო რა, თუ თქვენ ეგ არიცითო რა. და ამით მოუჭრა ეს სიტყვა და გააჩუმა და გააგზავნა კიდევ ერთხელ გაწმილებულები ეს ჩვენი საცოდავი მღვდელმთავრები. ჩვენ ამასობაში მე კი ძალიან მინდოდა რომ დღეს მთელი თავი მოგვესწრო, მაგრამ ძალიან ბევრი წიაღსვლები მოითხოვა ამ თავმა, ძალიან ბევრი საინტერესო რამეზე გადავხვდით და ვისაუბრეთ. ამასობაში ჩვენთვის გააკუთვნილი 1 საათის ამოიწურა, 4 წუთის გადავაცილეთ და მოდი გავჩერდით. ანუ დავიმახსოვროთ რომ 21 თავის 27 ნოთზე გავჩერდით და დაახლოებით 1 ამდენი გექნება კიდე წასვლა ცოტა ნაკლები. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ სამშაბათს შევხვდებით.